რა ხდის ჩვენს გაცემას განსაკუთრებულ? რა ხდის ჩვენს გაცემას გამორჩეულს? როგორ შეიძლება გავცეთ და იყოს გამორჩეული, იყოს განსაკუთრებული უფლის მიერ? მორწმუნეები სხვადასხვა მიზეზის გამო გასცემენ. მორწმუნეები ეკლესიაში სხვადასხვა მოტივით გასცემენ. არის ადამიანები, რომლებიც გასცემენ შიშის გამო. ზოგი ფიქრობს, რომ თუ არ მოიტანს მეათეც და შესაწირავს, არ ექნება კურთხევა ღმერთისაგან. ზოგი ფიქრობს, რომ თუ არ მისცემს, შესაბამისად ვერც მიიღებს ვერაფერს ღვთისგან. ზოგი გასცემს ფორმალურად. უბრალოდ იმიტომ, რომ უნდა გასცეს. ვალდებულების გამო. ვინაიდან ეკლესიის წევრებს აქვთ ვალდებულება, რომ გასცენ მეათედები და შესაწირაები. ზოგი კიდევ სირცხვილის გამო გასცემს. თუ არ გავცემ, რა სიტყვის ეკლესიის სხვა წევრები, როგორი ფიქრებენ ჩემზე? იმიტომ რომ არსებობს მოსაზრება, რომ თუ გინდა აღმოაჩინო ნამდვილი მიძღვნილი ქრისტიანი ეკლესიაში, უნდა დააკვირდე და უნდა იპოვო მისი მიდგომა, მისი მოსაზრება ქორწინების და მეათედების საკითხებთან მიმართებაში. ანუ შეკითხე ადამიანს, რას ფიქრობს ქორწინებაზე და მეათედებზე და შეგიძლია გამოიცნო, როგორი ტიპის ქრისტიანთან გაქვს საქმე. ეს რა თქმა უნდა, ნაწილობრივ არის მითი. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ ფიქრობენ ადამიანები, რა თქმა უნდა, მეათედების შესაწირაებზე. ფაქტი ერთია. ღმერთი ყოველთვის უყურებს, როგორ გავცემთ. მაგრამ მაინც რა ხდის ჩვენს გაცემას განსაკუთრებულად? რა ხდის ჩვენს გაცემას გამორჩეულს? ერთხელ იესო ტაძარში იმყოფებოდა და ის საგანძურთან იჯდა. ის უყურებდა, ვინ რამდენს დებდა. ეს ისტორია ჩაწერილი არის ორ სახარებაში. ჩვენ შეგვიძლია წავიკითხოთ. მარკოზის სახარება, მე-12 თავი. ბევრმა თქვენთაგანმა ეს ისტორია ძალიან კარგად იცით. მარკოზის სახარება, მე-12 თავი, 41-44 მუხლები. იესო იჯდა ტაძარში, საგანძურის წინ და უყურებდა. იჯდა საგანძურის წინ იესო და ხედავდა, როგორ ყრიდა ხალხი ფულს საგანძურში. მრავალმა მდიდარმა ბევრი ჩაყარა. მოვიდა ერთი ღარიბი, ქვრივი დედაკაცი და ჩადო ორი ლეპტა, რომელიც კოდრანში ადგენს. დაუძახა მან თავის მოწაფეებს და უთხრა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ამ ღარიბმა ქვრივმა საგანძურში ყველა ჩამდემზე მეტი ჩადო, ვინაიდან ყველამ თავისი მოჭარბებულიდან ჩადო, ამან კი თავისი სინაკლულიდან ჩადო ყველაფერი, რაც კი სასიცოცხლოდ გააჩნდა. კულტურული კონტექსტი. იმ დროს ღარიბი ადამიანები წარმოადგენდა მოსახლეობის განსაკუთრებულ ფენას, რომლებიც არა უბრალოდ განიცდიდა სინაკლულს და არა უბრალოდ ხელმოკლედ ცხოვრობდა, არამედ ეს იყო უპერსპექტივო მდგომარეობა. თითქოს მარკოზი განსაკუთრებულად ხაზს უსვამს ამ ქალის მდგომარეობას. ეს ადამიანი იყო ქალი. ის ისედაც არ სარგებლობდა განსაკუთრებული უფლებებით. ეს ქალი იყო ღარიბი და ეს ქალი იყო ქვრივი. მისი მდგომარეობა იყო საოცრად უიმედო და უპერსპექტივო. და როდესაც ჩვენ ვხედავთ მის გაცემას, შეიძლება რაოდენობამ არ გაგვაკვირვოს, მაგრამ გაგვაკვირვოს ქრისტეს აღნიშვნამ, ქრისტეს აღმოჩენამ, რომ მან გაიღო ყველაზე მეტი და გამორჩეული. ტიმ კელერი, ამერიკელი მხატვრული, როცა საუბრობს გაცემაზე, ის ამბობს, რომ თანამედროვე ადამიანები მაღლას წევენ ყოველთვის მარჟას, როდის არიან ისინი ღარიბები. დღეს ადამიანი ითვლება ღარიბად, ან შეიძლება თქვათ ხელმოკლულად, თუ ის ვერ ყიდულობს iPhone-ს, ან არ აქვს ავტომობილი.
ან ვერ ყიდულობს ზვირადღირებულ ბინას, უზრაქონებას და ასე შემდეგ. ჩვენ ყოველთვის მაღლა ვწევთ ამ ზღვარს, ამ მარჟას, რომ თქვათ, რომ აი ვართ ხელმოკლე, ვართ ღარიბები. მაგრამ არსებობს კატეგორია ადამიანების, რომლებსაც ელემენტარული არ გააჩნიათ. ზოგჯერ საკვები პურიც კი არ გააჩნია. ეს ქვრივი ნამდვილად წარმოადგენდა ღარიბს. მაგრამ საიდან მოდიოდა მისი ასეთი რადიკალური გაცემა? რატომ იყო მისი გაცემა ასეთი რადიკალური? შეიძლება ვიღაცამ თქვას უაზროც, არრაციონალურიც, გაუმართლებელიც. კელერი პასუხობს, რომ ჩვენი გაცემა შეიძლება გახდეს რადიკალური და ჩვენ შეიძლება გავხდეთ რადიკალურად გამცემები, როდესაც ჩვენ ვიაძრებთ მადლის მნიშვნელობას. რომ ჩვენ ყველაფერაც გაგვაჩნია, დაწყებული ჩვენი მატერიალურით და არამატერიალურით, გაგვაჩნია ღვთისაგან მადლის მეშვეობით. ის რაც ქრისტემ გააკეთა ჩვენთვის ჯვარზე, ეს არ იყო ჩვენი დამსახურება. ეს არ იყო ჩვენი გამომუშავება, ეს არ იყო ჩვენი ჯილდო, არამედ ეს არის დაუმსახურებელი წყალობა ღვთისგან. მადლი. ქრისტე გახდა ნამდვილად ღარიბი, რათა ჩვენ გავამდიდრდეთ. ქრისტე იყო აბსოლუტურად არაფრის მქონე ჯვარზე, რათა ჩვენ ქონოდა უდიდესი კურთხევა და მადლი მარადიული ცხონების სახით. როდის ხდება გამორჩეული ჩვენი შესაწირავები და მიათედები, როცა ჩვენ ვიმეძდებით არა ჩვენს გაცემაზე, არამედ ღმერთის წყალობას და კურთხეებს. და რა არის ზოგადად ქრისტიანობა? ნამდვილად. მე ახალგაზრდებს რამოდენიმე ხნის წინ ვესაუბრებოდი ზოგადად ქრისტიანულ ცხოვრებაზე. თითოეული ჩვენი ცხოვრების ნაწილი და ასპექტი წარმოადგენს რეფლექციას, წარმოადგენს ანარეკლს ჩვენი რწმენის. მიათედები და შესაწირავებიც წარმოადგენს ჩვენი რწმენის ანარეკლს. რამდენად ჩვენ გვწამს იმის, რაც გააკეთა ქრისტემ. რამდენად რეალურია ის, რაც ქრისტემ გააკეთა. როდესაც ადამიანები არ ამჟღავნებენ თავიანთ რწმენას მიათედებში, ეს იცით რას ნიშნავს? ჩემთვის პირადად და ბიბლიის მიხედვითაც ეს იმას ნიშნავს, რომ მათთვის ის რაც ჯვარზე გააკეთა ქრისტემ არარეალურია. ფორმალურია. ნამდვილი არ არის, ყალბია. იმიტომ რომ რწმენა საჭიროებს გამოვლინებას. რწმენა საჭიროებს გამოვლინებას კონკრეტულ სფეროებში. და მიათედები და შესაწირავები და გაცემა ზოგადად არის კარგი საშუალება მოხდეს ქრისტეს მადლის და ჩვენი რწმენის არეკვა. დებო და ძმებო, ქრისტემ მოგცა საშუალება მისი ჯვარზე სიკვდილით, რათა გქონოდა კურთხევა და მადლი, ვიცნობდეთ მას და გქონდეს საშუალება ჩვენი რწმენის მეშვეობით, გახდეს რეალური ჩვენი რწმენის მეშვეობით, ჩვენი გაცემა გახდეს რეალური. მადლით სავსე, სხვებისთვის კურთხევა. იმიტომ რომ თავისთავად სიკეთე არაფერს ნიშნავს, თუ შენ არ აკეთებ ამის გაზიარებას. თავისთავად სიკეთე შეიძლება დარჩეს სიკეთეც, თუ ჩვენ არ უზიარებთ სხვას მადლს და კურთხეებს, რომელიც გვაქვს ქრისტესაგან. ქვრივის დედაკაცი, ამ ქვრივი დედაკაცის საქციელი ნამდვილად იყო მისი რწმენის დემონსტრირება. და ჩვენ შეგვიძლია დღესაც ჩვენი მადლიერების დემონსტრირება გამოვხატოთ ქრისტეს მიმართ. მოვიტანოთ ჩვენი მიათედები, შესაწირავები, ვიყოთ რადიკალურად გამცემები, იმიტომ რომ ქრისტე ნამდვილად გახდა რადიკალურად ღარიბი, რათა ჩვენ გქონდეს სისავსე და კურთხეები.